ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი, დავიხმაროთ და ვუთხრათ. ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიესთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ მეუნარგია. დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე ვისაუბრებთ. საერთოდ, როდესაც შეზღუდულ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, თუ ამ ადამიანებს თავიანთი უნარების გამოვლენის საშუალებას მივცემთ, მაშინ არანაირი შეზღუდვები აღარ იქნება. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი გადაცემის უსინათლო მსმენელს. საერთოდ ვიცით, რომ რადიოს ძალიან დიდი რაოდენობით ყავს უსინათლო მსმენელი. შესაბამისად, დღეს გადაცემის სტუმარი არის არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის დამფუძნებელი ქალბატონ მარიამ ნიქიაშვილი. მინდა აქვე აღნიშნო, რომ ქალბატონი მარიამი უსინათლო ადამიანია. შეგახსენებთ ჩვენ საკონტაქტო ნომრებს 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, ჩვენ აქ ვართ რადიო იმედი. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე როგორც აღნიშნე, თქვენ ბრძანდებით უსინათლო ადამიანი, ახალგაზრდა გოგონა 25 წლის და ძალიან დიდ საქმეს უდგეხართ სათავეში. თქვენ ბრძანდებით არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის დამფუძნებელი. თუ შეიძლება ამ ორგანიზაციის შესახებ გვიამბეთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის, რომელიც დავაფუძნეთ 1 წლის წინ. ახალგაზრდა ორგანიზაცია არის. ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ჩვენი მიზანი არის უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამას ვცდილობთ სხვადასხვა გზებით. პირველ რიგში ვატარებთ ტრეინინგებს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტოლოგებისათვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლიათ ამ ადამიანებს ასწავლონ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარჩვევები, ვისაც შეუძლია მოახდინოს გარემოს ადაპტირება და იცის სწორად როგორ მოახდინოს გარემოს ადაპტირება ამ ადამიანებისთვის. ასე შეუძლია რომ მეთოდოლოგია დაგეგმოს, სასწავლო მეთოდოლოგია ზუსტად დაგეგმოს ამ ადამიანების სწავლებისათვის. მათთვის ვატარებთ ტრეინინგებს, გვეხმარება პოლონური მხარე, ფონდი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც ასევე დაგვეხმარა ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში და მას შემდეგ სულ თანამშრომლობთ. და საინტერესოა, უსინათლო ადამიანებისთვის ამ სერვისის მიღება ფასიანია თუ უფასო? ამ სერვისის მიღება უსინათლო ადამიანებისთვის უფასო არის. ეხლა ხანს დაიწყო ჩვენი ინსტრუქტორებიც, ვინც არიან რეაბილიტოლოგები, მუშაობდნენ მოხალისეებად. ეხლა ხანს ივნისის თვეში დავიწყეთ უკვე მათთვის ანაზღაურების მიცემა. უსინათლო ადამიანების უფასოა, ასევე უფასო არის, მათ შეუძლიათ ჩვენგან მოიპოვონ თეთრი ხელჯოხები. ეს არის ის საშუალება, რითიც უსინათლო ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს. რამდენი უსინათლო ადამიანია გაწევრიანებული თქვენს ორგანიზაციაში? ორგანიზაციას ესე წევრები არ ყავს, ყავს ბენეფიციარები, ვისაც ჩვენი სხვადასხვა პროექტებით უკავშირდებით. სადღაც 150-მდე ბენეფიციარი ყავს ამ ეტაპზე, ვისაც დაუკავშირდით და ვისაც მიგვიწვდება ხელი. წევრობაზე არ არის ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებული, უბრალოდ თანამშრომლები ყავს, ეს სპეციალისტები და უსინათლო ბენეფიციარი. საინტერესოა რა მდგომარეობა ამ მიმართულებით საქართველოში. თუ არსებობს გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი უსინათლო ადამიანია ჩვენს ქვეყანაში? ზუსტი სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს. CSCOM ჩაატარა წინა არჩევნებზე დაახლოებითი აღწერა უსინათლო ადამიანების, რომლებსაც დასჭირდებოდათ ბრაილის ბიულეტენები და მათი მონაცემით არის დაახლოებით 6000 უსინათლო ადამიანი, რომელიც იყენებს ბრაილის შრიფტს. მაგრამ ეს არის 18 წლის ზევით, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც მათ არჩევნებისთვის აინტერესებდათ, ესე ვთქვათ. სავარაუდოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც 15000 მაინც უნდა იყოს უსინათლო და მცირემხედველი, შეიძლება მეტიც. და რა პრობლემაა, რატომ არ არის ზუსტი მონაცემი? რაღაც გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გარკვეული ინსტანციების მიერ, თუ თავად ამ ადამიანებს არ აქვს სტატუსი მინიჭებული და თვითონ არ მიმართავენ სოцсამსახურებს, რაშია საქმე? ეს პრობლემა რამდენიმე ნაწილიანია. ერთი პრობლემა გახლავთ ის, რომ თავად ეს ადამიანები, თავად უსინათლოები და მცირემხედველები
უხეშად რო ვთქვათ, არ აღიარებენ თავიანთ მშობლებს. კი, სახლებში არიან ჩაკეტილები, არ აქვთ სტატუსი, ანუ ოფიციალურად მათ არ აქვთ მინიჭებული სტატუსი, სინათლოს სტატუსი, არ არიან პენსიის მიმღებები, რაც თვლი რომ დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ კარგავენ გარკვეულ დახმარებას სახელმწიფოსგან. დასაკვირველია, დიახ, თუ დავუშვათ არ მიმართეს შესაბამის ორგანიზაციას, არ მოგანიჭეს სტატუსი, მაშინ შესაბამისად არც პენსიას მიიღებენ და სახელმწიფოს უბრალოდ არ ეცოდინება დავუშვათ რომ თუ ზუსტად რამდენი ადამიანია, ხო, ნუ გარკვეული მონაცემები გარდა ამისა, თვითონ სახელმწიფოსაც აქვს პრობლემა, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემის ზოგადად არ არსებობს არც ერთი მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, ახლა საინფორმაციო სამსახურის დროა, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად, შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის დამფუძნებელი ქალბატონი მარიამ მიქიაშვილი. ქალბატონი მარიამი უსინათლო ადამიანი ბრძანდება და დღეს ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობთ. საინტერესოა თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში უსინათლო ადამიანები. ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი უსინათლო ადამიანია ჩვენს ქვეყანაში. მარიამ, თუ შეიძლება ეს თემა განვავრცოთ. კი ბატონო, ანუ უკვე ვისაუბრეთ თავად უსინათლო ადამიანებს, რომ არ აქვთ უსინათლო სტატუსი ამის შესახებ და სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა გახლავთ ის, რომ მათ არ აქვთ ესე დაყოფილი, ანუ მათ იციან, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არის პენსიის მიმღები ზოგადად. მაგრამ არ არის შემდეგ შიგნით ჩაშლილი, რამდენია ამათგან უსინათლო, რამდენია თქვა სმენადაქვეითებული, რამდენი არის მოზარდი, ან ბავშვი თქვა 18 წლამდე ასაკის, რამდენი არის 18-ზე ზევით. მხოლოდ იციან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსით პენსიის მიმღები არის ამდენი. თუმცა აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენია დაუშვათ ცერებრალური დამბლით დაავადებული, ასე ვთქვათ, ხომ, რამდენია დაუშვათ აუტისტი, ხო, რამდენია ეტლით მოსარგებლე, რამდენია უსინათლო და ასე შემდეგ. მე აღარ განვავრცობ ამ თემას, იმიტომ რომ ყველას თავის საჭიროებები აქვს და თავისი მოთხოვნილებები და უნდა ბიუჯეტს ვერ დაგეგმავ იმის გარეშე, თუ არის ვისთვის აკეთებ ამას, თუ შენ 5 ადამიანს უნდა გაუკეთო თუ 500-ს. თუ არის საჭიროებები უნდა გაითვალისწინო, ხო, დაუშვათ რაც შეეხება ცერებრალურ დამბლას, მათ სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაა საჭირო და რაც შეეხება უსინათლოებს, დავუშვათ ჩვენ აღვნიშნეთ ბრაილის შრიფტი, ხომ? ძალიან სავალალო მდგომარეობა ამ მიმართულებით. მე მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ. რაშია საქმე? რატომ არ ეძლევათ ბავშვებს, უსინათლო ბავშვებზე მაქვს საუბარი, იმის საშუალება, რომ ისარგებლონ, გამოიყენონ ეს ბრაილის შრიფტი და მათ უბრალოდ სკოლაში მასწავლებლები არ უკითხავდნენ, მასწავლებლები კი არ უკითხავდნენ, დავუშვათ, თავად კითხულობდნენ, რაშია საქმე? სადღაც 20 წელია, შეიძლება ცოტა მეტიც, ბრაილის შრიფტის წიგნები ფაქტობრივად არ დაბეჭდება. თუ იბეჭდებოდა ხოლმე, იბეჭდებოდა მხოლოდ რაღაც 1 კლასი ან 2 კლასი, მხოლოდ გარკვეული საგანი. რომ ეს არის აი მთელი სკოლის ახლა წელს დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ წიგნების დაბეჭდვა. უკვე დაიბეჭდება წლის ბოლომდე ყველა სახელმძღვანელო პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. და რომ დაიანგარიშეს ამ სახელმძღვანელოების დაბეჭდვა არც ისე ძვირი, ანუ ჯამში დაახლოებით ჩდება 100,000 ლარამდე ყველა კლასში, ყველა ბავშვისთვის, ყველა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, რაც არც ისე დიდი თანხა არის სახელმწიფოსთვის, რომ 20 წელი ამისთვის არ გველოდა. ხო, ანუ ახლა უკვე ექნებათ ბავშვებს ეს წიგნები, მაგრამ საკმაოდ რთული მდგომარეობა, როდესაც ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად თავისით იმეცადინოს. შესაბამისად მე ძალიან ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას, არ არის დამოუკიდებელი. მე ამთავრებს სკოლას და ვთხოვთ მას, რომ იყოს ძალიან დამოუკიდებელი, იყოს ძალიან აქტიური, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ვერ იქნება, იმიტომ რომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ იყოს. ესე იგი, ამ ეტაპზე მაინც ის მდგომარეობა, რომ ეს ბავშვები სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ. მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმედია მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება. ანუ მასწავლებლების დიდი ძალის ხმებით რაღაცნაირად იღებენ განათლებას, თქვა აღმზრდელები უკითხავენ, მშობლები უკითხავენ, ბევრი პედაგოგი ხელით წერს ბრაილის შრიფტით. ამ წიგნებს რო ბავშვებს მისცეს, აი როეულების ფორმით აკეთებენ ამ წიგნებს და ურიგებენ მოსწავლეებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს თავისთავად. ეს არნიშნავს სრულფასოვანი განათლების მიღებას და საინტერესოა, ეს ბავშვები უსინათლო ბავშვები არა მარტო თბილისში ცხოვრობენ, ეს ბავშვები არიან რეგიონებშიც. არსებობს ერთი სკოლა, რეგიონებიდან როგორ მოდიან დაუშვათ, მოგვარებულია თუ არა მათი ტრანსპორტირების პრობლემა, თუ და მოდიან და საცხოვრობენ. საინტერესოა რა ხდება ამ მიმართულებით. უსინათლო და მცირეხელო ბავშვთა სკოლა არის ერთადერთი მთელ საქართველოში, თბილისში ეს არის სკოლა პანსიონი 202, უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონი, რომელიც არის აულაბარში, აქ ბავშვებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დარჩნენ, იცხოვრონ, კი, ანუ ტრანსპორტირება მშობელმა უნდა უზრუნველყოს თავად.
მაგრამ შემდეგ უკვე კვება, ღამე დარჩენა, სწავლა, განათლება, წიგნები, ყველაფერი არის უფასო. ბრაილის თქვა დაფა, ფანქარი, იქნება წერის საშუალება, სხვა დამხმარე საშუალებები. ანუ სკოლა არის სრულიად უფასო. ყველა მსურველისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ინფორმაცია არის ამის შესახებ ძალიან ცოტა საზოგადოებაში და არ იციან, რომ ეს სკოლა არსებობს. რომ სკოლაში არის მხოლოდ 59 მოსწავლე ამჟამად და შეუძლებელია, რომ 6-დან 18 წლამდე 59-ზე მეტი ბავშვი საქართველოში არ იყოს. დიახ, და შესაბამისად ბავშვებს თუ უწევთ სკოლა პანსიონში დარჩენა, ესე იგი ეს ბავშვები ოჯახს უკვე მოწყვეტილნი არიან. ხო, თავისთავად, ანუ ვინც ახლოს ცხოვრობს, თბილისელი მოსწავლეები დადიან ყოველდღე, ხო, რეგიონებში, ანუ ვინც ახლოს ცხოვრობს, შაბათ-კვირას მიყავთ ხოლმე, ან შორიდან, როდესაც სვანეთიდან ჩამოყავთ, როდესაც აჭარიდან ჩამოყავთ, ახერხებენ ხოლმე, რომ არ დადეგებზე წაიყვანონ. დიახ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჯერჯერობით ეს ბავშვები არ იღებენ სრულფასოვან განათლებას. სხვადასხვა მიზეზების გამო. თუმცა რასაკვირველია, ყველა იქ დაუშვათ ის პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ, მშობლები ცდილობენ, რომ ამ ბავშვებს ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად განათლების საქმეში, კლასგარეში საკითხავ ლიტერატურასაც. ხო, ეს ხო არ არის მხოლოდ სახელმძღვანელო, რომ ავიღებ და ამას ვისწავლე და მსგავს წიგნებზე საერთოდ არ არის საუბარი, არაფერი არ არსებობს. ეს არის მხოლოდ აი არ ვიცი 70-იან, 80-იან წლებში დაბეჭდილი წიგნები, რომლებიც ნუ არ არის არც პოპულარულია ბავშვებს შორის, არც მოსწონთ, არც უბრალოდ საინტერესო არ არის. ხო, არ არის საინტერესო. და თუ დაუშვათ ეს ბავშვები არ მიიღებენ სრულფასოვან განათლებას, მაშინ რასაკვირველია, შესაბამისად მომავალში ძალიან გაურთულდებათ, გაუძნელდებათ სამსახურის შოვნა. ანუ პრობლემა უკვე ჩვენ დასაქმების პროგრამამდე მივდივართ. მსოფლიო არაერთ უსინათლო ვარსკვლავს იცნობს. მოდით ასე ვთქვათ, თუ იმ ადამიანებს თავიანთი დაუშვათ უნარის და შესაძლებლობების გამომჟღავნების და გამოყენების საშუალებას არ მისცემდნენ, ხო, ალბათ არ იქნებოდნენ ვარსკვლავები. ეგებ და საქართველოშიც არიან ვარსკვლავები, მომავალი ვარსკვლავები, ნიჭიერი ადამიანები. და რა ხდება ამ მიმართულებით საინტერესოა ამ სკოლას რო ამთავრებენ, მერე როგორია ამ ბავშვების ბედი, სად მიდიან დაუშვათ? საქართველოში დამერწმუნეთ, რომ არის ძალიან ბევრი ნიჭიერი, გონიერი, უსინათლო ადამიანი, რომლებსაც აქვთ მართლა ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე გააკეთონ და შეცვალონ თუნდაც სახელმწიფოებრივ დონეზე, იმიტომ რომ არიან ნიჭიერები, გონიერები და აქვთ ამის შესაძლებლობა და უნარები. თუმცა ამის გამოყენება არ ხდება, რადგან უმაღლეს სასწავლებელში ბევრი აბარებს ამ სკოლა დამთავრებული, მაგრამ არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ არსებობს შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ მიიღოს ამ ადამიანებმა ხარისხიანი განათლება, ისევ ჯგუფელების დახმარებით, ოჯახის წევრების დახმარებით თუ წაიკითხავენ მასალას, რაღაც მეტნაკლებად ყველა ახერხებს სწავლას და განათლების მიღებას, მაგრამ დასაქმება არის ძალიან დიდი პრობლემა. არსებობს თუ არა დასაქმების პროგრამა უსინათლო ადამიანებს? არა, ცალკე პროგრამა არ არსებობს და არც ვთქვათ, მაინც და მაინც ესეც ჩვეულებრივ დაწესებულებებში არ ხვდებიან ხოლმე დიდი გახსნილობით უსინათლო ადამიანებს. ფაქტია, რომ ჩვენ არსად არ ხვდებით უსინათლო ადამიანებს, არც ქუჩებში, არც დაწესებულებაში, არსად. ესე იგი ეს ადამიანები ცხედან სახლში. ძირითადად ცხედან სახლში ძალიან ცოტა ის შეიძლება მართლა თითზე ჩამოვთვალოთ, არ ვიცი, აი მთელი საქართველოს მასშტაბით რო დავთვალოთ, არ ვიცი 200 უსინათლო ან იქნება და ან არა ვინც არის დასაქმებული. ძალიან ცოტა არის, ვინც მუშაობს, რა დანარჩენები უბრალოდ ცხედან სახლში. ვერაფერს ვერ არა იმიტომ რომ მათ არ უნდათ სიტყვაზე ან საშუალება არ არის ელემენტარულად პრობლემა არის ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებს მოუწყობელია ინფრასტრუქტურა ხო ამ ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება გამოვიდნენ ქუჩაში ელემენტარულად ქუჩიდან ქუჩაზე რო გადავიდნენ ნუ თუ ასე რთულია ამის უზრუნველყოფა ამის უზრუნველყოფა არც რთული არ არის და არც მაინც და მაინც ითხარჯებს არ უკავშირდება მაგ ძალიან მიჭირს ახლა ზუსტად დავასახელო თანხა რა შეიძლება ეს დაჯდეს მაგრამ რეალურად საჭირო არის ის რომ შუქნიშანი იყოს სიგნალური ოღონდ არა მოლაპარაკე როგორც გვაქვს თბილისში უბრალოდ სიგნალური სიგნალი უნდა იყოს რომელიც იქნება ვთქვათ უფრო ნელი წითელ ფერზე და უფრო სწრაფი ინტენსიური ამაზე მწვანე როდესაც უნდა გადავიდეს ასევე საჭირო იყოს რელიეფური ფილები დაგებული გადასასვლელზე რომ უსინათლო ადამიანმა ზუსტად იპოვოს რა ადგილას უნდა გადავიდეს რელიეფური და ასევე ნუ ზებრა კარგად დახაზული ზებრა თბილისში არსებობს რომელიმე ქუჩა სადაც არც ერთი არ არსებობს ხმოვანი შუქნიშნები არის მაგრამ
ძალიან ხშირად ფერი და ხმა ერთმანეთს არის აცდენილი, ერთ მხარეს ისმის, მეორე მხარეს არ ისმის და როგორც წესი სახლებში უფრო კარგად ისმის ვიდრე ქუჩაში. ეს როდის არის დამონტაჟებული? ალბათ ძალიან დიდი ხნის. ეს არის რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული 2000-იან წლებში, ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 4-5 წლის წინ. თუმცა არსებობს სტანდარტი თუ როგორი ხმა უნდა იყოს შუქნიშანზე იმისთვის, რომ ეს გავრცელდეს ქუჩაში და არავიდეს ხმას ზევით და არ შეაწუხოს ამან მოსახლეობა. და ეს სტანდარტი არ არის დაცული, უფრო კარგად ისმის ეს შენობებში, გარშემოდგომ შენობებში ვიდრე ქუჩაში. და რომელიმე ინსტანცია მუშაობს ამ თემაზე, დაუშვათ მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება, ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. მე თქვენ ინფორმაციას ამის შესახებ. არ მგონია რომ ამ ეტაპზე ვინმე ამაზე კონკრეტულად უშუალოდ ამ საკითხებზე მუშაობდეს, თუმცა ბევრი წერილი და ბევრი მიმართვა შესულა მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამის მომსწრე ნამდვილად ვარ რომ იყო ეს მოთხოვნები ჩვენი მხრიდან ძალიან ხშირად თუმცა ჯერჯერობით ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული არის. დიდი პრობლემა არის ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავტობუსში ცხადდებოდეს გაჩერება და ის ტაბლოები რომლებიც გვაქვს გაჩერებაზე ასევე იყოს გახმოვანებული. ადამიანმა იცოდეს რომელი ავტობუსი რა დროს მოდის და შემდეგ რომელ გაჩერებაზეა ის რომ სასურველ გაჩერებაზე ჩამოვიდეს ავტობუსიდან. ძალიან იაფი, ძალიან მარტივად გასაკეთებელი საქმეა. საინტერესოა საერთოდ ეს ადამიანები გარკვეულ კულტურულ ღონისძიებებში იღებენ თუ არა მონაწილეობას, არის თუ არა აი ამის გამოცდილება. ეს ძალიან იშვიათად არის კი რაღაც. მე ვიცი რომ ხვალ თქვენ გეგმავთ ღონისძიებას. ხო, ხვალ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, არის სამეცნიერო პიკნიკი თბილისობის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტი აწყობს. ამ პიკნიკში ვიღებთ ჩვენ მონაწილეობას, გვექნება ჩვენი კარავი, სადაც ვაჩვენებთ უსინათლოების დამხმარე საშუალებებს, კარავს ქვია ინკლუზია. სპორტის ასოციაციასთან ერთად გვექნება ეს ჩვენება. ზოგადად ძალიან იშვიათად არის, რომ თქვა ზოგადად ეს საზოგადოებრივ აქტივობებში არიან უსინათლო ადამიანები ჩართულები. ვიღაცა შეიძლება ინდივიდუალურად ჩაერთოს. არიან უსინათლოები, რომლებიც თქვა ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას, კონკურსებში, კონცერტებზე მონაწილეობენ. ეს დამოუკიდებლად. ხო, დამოუკიდებლად და ძალიან იშვიათია. და მოდით ახლა ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება და მოკლედ თქვა რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უსინათლო ადამიანების ცხოვრება მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოში იგეგმება გარკვეული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართულებით, ჩართულები იყვნენ თავად ეს ადამიანები გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმვის პროცესში, რომ ზუსტად იყოს გათვალისწინებული ამ ადამიანების საჭიროებები და არა ისე, რომ ვიღაცა გარედან რაღაცას გეგმავს და თვლის, რომ ეს სწორია. რომ შეიძლება ძალიან დიდი თანხა დაიხარჯოს არასწორზე. არამიზნობრივად და ჩემთვის პირადად როგორც უსინათლოსთვის არასაჭირო მიმართულებით. ერთი ეს არის, მეორე არის ის, რომ უნდა იყოს საკანონმდებლო საფუძველი არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაცები შეიცვალოს, იმიტომ რომ ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებით, მაგალითად ჩვენ ყავდნენ პოლონელი სტუმრები, გამცირებელი ძაღლებით საქართველოს ჩამოსულები და ვერსად ვერ შევედით. ვერ ვისარგებლეთ ავტობუსით, ვერ ვისარგებლეთ მეტროთი, ვერ შევედით ვერც ერთ მაღაზიაში, ვერც ერთ მუზეუმში, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ძაღლი. ეს საზღვარგარეთ არის გამიჯნული, ანუ გამცილებელი ძაღლი. არ არის ცხოველის კატეგორიაში, ეს არის ცალკე კატეგორია და კანონში ეს წერია ძალიან მკვეთრად და გამოყოფილად, რომ ეს ძაღლები არიან გაწვრთნილები და ისინი არ არიან ჩვეულებრივი ცხოველები, რომლებიც შეიძლება არ შეუშვას ადმე. და ბევრი ესეთი მსგავსი პრობლემა. იმედია ეტაპობრივად ეს პრობლემები მოგვარდება. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და იმედია ძალიან მალე ჩვენ უსინათლო ადამიანებს ყველგან დავინახავთ, ამ ადამიანებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ ჩვეულებრივი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. კიდევ დიდი მადლობა მარიამ, მედროებით გემშვიდობებით. ნახვამდის. ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი. დავიხმაროთ და ვუთხრათ. ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.